ნიკოლას კეიჯი ერთ დროს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო ჰოლივუდში, მაგრამ კინოების უმეტესობა, რომლებშიც ახლა მონაწილეობს, დაბლბიუჯეტურია, შესაბამისად მისი ქონება დღეს 25 მილიონს შეადგენს. და ის დღეები, როცა ნიკოლასი $20 მილიონ იღებდა თითოეულ ფილმში, სავარაუდოდ უკვე წარსულშია. კეიჯის ქონება ერთ დროს 150 მილიონზე მეტი იყო, მაგრამ მან ეს ყველაფერი გაანიავა ისეთ უსარგებლო ნივთებში, როგორიცაა დინოზავრის ჩონჩხი და დამჭკნარი ღორების თავების კოლექცია. ფინანსური პრობლემების გამო კეიჯი მუშაობს შეუჩერებლად დაახლოებით 8 ფილმზე წლის განმავლობაში. მოდით ვნახოთ, როგორ გამოიმუშავა ნიკოლასმა მილიონები და როგორ დაკარგა თითქმის ყველაფერი შემდეგ. 10 წლის წინ ნიკოლას კეიჯი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო ჰოლივუდში, თუმცა მას აქვს ასევე 5 ჯილდო ყველაზე ცუდი სამსახიობო როლისთვის. მას ათამაშებდნენ ღრმა პერსონაჟებს ისეთ ფილმებში, როგორიცაა ადაპტაცია და ლას-ვეგასიდან წასვლა, მაგრამ ასევე იყო მომენტები, როცა მის სამსახიობო ოსტატობა ისეთი იყო, უბრალოდ გაგეცინებოდათ. გინახავთ დაწნული ადამიანი. კარიერის პიკზე ნიკოლას კეიჯი იყო ბლოკბასტერების ვარსკვლავი. კეიჯმა კინოკარიერა დაიწყო 1982 წელს ფილმით რიჩმონდის სკოლა, შონ პენთან და ჯაჯ რეინოლდთან ერთად. ის 18 წლის იყო ამ დროს და მისი როლიც უნიშნელო გამოდგა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. სულ მალე მისი ვარსკვლავი სულ უფრო მაღლა და მაღლა ადიოდა, რასაც ისეთი ჰიტები მოყვა, როგორიცაა არიზონას აღზრდა და მთვარის გავლენის ქვეშ. კეიჯმა თავის დიდება მოიპოვა ფილმში ლას-ვეგასის დატოვება. ფილმი უდაოდ ჰიტი იყო, თუმცა კრიტიკაც ბევრი ჰქონდა. ფილმმა 50 მილიონი გამოიმუშავა იმ პირობებში, როცა ბიუჯეტი 4 მილიონი იყო. კეიჯმა გამოიმუშავა მხოლოდ $240,000. ისი გულის ამაჩუყებელი როლისთვის, მაგრამ ამაზე სულაც არ უდარდია, რადგან სახში ოქროს გლობუსი და ოსკარი წაიღო. ამის შემდეგ ნიკოლას კეიჯის კარიერა მაღლა მიდიოდა, მისი ქონება 150 მილიონზე მეტი გახდა, ის უამრავი ჰიტისა და მაღალი შემოსავლების დამსახურებით, მაგრამ ნიკოლასის ფლანგველობამ თავის მილიონები სულ მალე დააკარგვინა. მისმა სასახლეებმა იძულებული გახადეს ნიკოლასი 6.3 მილიონი გადაეხადა მხოლოდ გადასახადებში. დღეს მისი ქონება 25 მილიონია, მაგრამ ის ასევე მარტივად შეიძლება ყოფილიყო ღარიბი. მისი ფინანსური პრობლემები ისეთი ცუდი იყო, რომ მან სარჩელი შეიტანა თავის ყოფილ ბიზნეს მენეჯერზე. სასამართლომ დაადგინა, რომ მისმა ყოფილმა მენეჯერმა არ შეატყობინა დროულად, რომ ფული მთავდებოდა და თავის ლიმიტებს აჭარბებდა ბანკის კრედიტს. 2009 წელი ნიკოლას კეიჯისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გამოდგა. მან 20 მილიონი გამოიმუშავა ფილმში გატაცება 60 წამში და ეროვნული საგანძური. ეროვნული საგანძური იყო დიდი ჰიტი, რომელმაც 347 მილიონი გამოიმუშავა. ჯერი ბლაკჰეიმერის რეჟისორობით ეს ფილმი ისეთ დიდ ტრიუმფად იქცა, რომ მან სათავე დაუდო უფრო წარმატებულ მეორე ნაწილს, რომელმაც 459 მილიონი გამოიმუშავა 130 მილიონი ბიუჯეტის ფონზე. კეიჯმა ასევე 20 მილიონი გააკეთა ჯონ ვუს დრამაში ქართან მოსაუბრეები, რომელიც არც ისე წარმატებული გამოდგა. ფილმმა მხოლოდ 77.6 მილიონი გამოიმუშავა 115 მილიონი ბიუჯეტის ფონზე. როცა ნიკოლას კეიჯი და ჯერი ბლაკჰეიმერი ერთიანდებიან, ეს ყოველთვის დიდ ბიუჯეტს და წარმატებულ ფილმს მოასწავლის. საჰაერო ციხე, რომელიც ასევე ჯერი ბლაკჰეიმერის ფილმი იყო, აქცია ნიკოლასი მძაფ სიუჟეტიანი ფილმების ვარსკვლავად. 1997 წელს ფილმი იყო საკმაოდ დიდი ჰიტი, რომელმაც გამოიმუშავა $224 მილიონი, 75 მილიონი ბიუჯეტის ფონზე. კეიჯმა საკმაოდ დიდი შემოსავლები მიიღო თითქმის ყველა ფილმისთვის, რომელიც 90-იანების ბოლოს გამოვიდა. მაშინაც კი, როცა ფილმები ვარდებოდა, კეიჯი მაინც იღებდა მაღალ შემოსავლებს. ნიკოლას კეიჯი ერთ-ერთი ყველაზე გადამეტებულად ანაზღაურებადი მსახიობი იყო ჰოლივუდში. დღეს კეიჯი აკეთებს 2-დან 8 მილიონამდე თითოეულ ფილმში. ეს რა თქმა უნდა ის არაა, რასაც აკეთებდა ერთ დროს, მაგრამ სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ კარგად იცხოვროს. თუ რა თქმა უნდა, ისე უსარგებლო ნივთების შეძენით არ დაკავდება. 90-იანების ბოლოს ბევრი კინოვარსკვლავი გამოჩნდა იაპონურ სატელევიზიო რეკლამებში. კეიჯმა თავის ტალანტი იაპონიაში წაიღო და უცნაურ იაპონურ რეკლამებში დაიწყო გადაღება. ასევე მან მიაგნო ერთ კრეატიულ მეთოდს ფულის გამომუშავების. კაზინოში თამაში ხშირად ფინანსურ პრობლემებამდე მიდის. ნიკოლას კეიჯი, როგორც ჩანს, საკმაოდ ნიჭიერი იყო რულეტის თამაშში. დაახლოებით 30 წლის წინ კეიჯი ისვენებდა ბაჰამაზე და გადაწყვიტა დაეტესტა თავისი იղბალი კაზინოში. მან $200 $20,000 აქცია სულ რაღაც 20 წუთში რულეტის თამაშით. იղბალი მის მხარეს იყო და არც ერთი ციფრი შეცდომით არ დაუსვავს.
როცა ფული გამოიტანა, Cage-მა მთლიანი მოგებული თანხა $20,000 უსახლკალო ბავშვებს გადასცა. მან ფული თავისი ხელით მიუტანა თავშესაფრის დირექტორს და უკანაც არ მოუხედავს. Cage-მა თქვა, რომ ამის შემდეგ არც არასდროს უთამაშია. აშკარად იცის, როდის უნდა გაჩნდეს. Cage-მა ბევრი მილიონი გაანიავა ცხოვრების ერთ მომენტში, როცა იყიდა 15 უძრავი ქონება, საკუთარი კუნძული და რამდენიმე სასახლე. ამ უძრავი ქონების უმეტესობა შეეძლოთ Cage-ისთვის საკმაო ფული გამოემუშავებინათ, მაგრამ Cage-მა უმეტესობა წამგებიან ფასად გაყიდა, რომ ბანკის ვალები გაესტუმრებინა. ახალი ორლეანის სახლში Cage-მა 3.4 მილიონი გადაიხადა. ასევე ის ფლობდა ელეგანტურ გოთიკურ სახლს მიდლტონის კუნძულზე, მაგრამ იძულებული იყო ისიც გაეყიდა წამგებიან ფასად. Cage-მა დახარჯა 15.7 მილიონი 24,000 კვადრატული მეტრის სახლზე, მაგრამ სახლი მხოლოდ 6.5 მილიონად გაყიდა. Cage ასევე ფლობდა $25 მილიონი სანაპირო სახლს ნიუპორტის სანაპიროზე კალიფორნიაში, რომელიც საბედნიეროდ მომგებიან ფასად გაყიდა. მან ეს 8,355 კვადრატული მეტრის სახლი გაყიდა $35 მილიონად. 2006-ში ნიკოლას Cage-მა კიდევ ერთი სასახლე იყიდა $2.3 მილიონად, მაგრამ ფინანსური პრობლემების დადგომასთან ერთად მან ეს 500 წლის წინანდელი სასახლე გაყიდა. ეს სასახლე 400 აკრ ტყეზეა გაშენებული გერმანიაში, რომელსაც აქვს 28 ოთახი, მათ შორის 10 საძინებელი და 5 სააბაზანო. სანამ Cage-ს მოუწევდა ამ სასახლის გაყიდვა, მას უნდოდა მისი შეკეთება, რომ ძველებური დიდება დაებრუნებინა მისთვის. 2007 წელს Cage-მა დახარჯა $10 მილიონი მიტფორდის სასახლეში ინგლისში. ეს გოთიკური სასახლე აშენდა 1775 წელს. მან ამ სასახლეშიც დიდი ზარალი ნახა და მისი გაყიდვა 4.7 მილიონად მოუწია. როცა ვარსკვლავები ხარჯავენ უამრავ ფულს სასახლეებში, ისინი პირად კუნძულებსაც ყიდულობენ და Cage-იც რა თქმა უნდა არ არის გამონაკლისი. მან იყიდა პირველი კუნძული ბაჰამაზე $3 მილიონად 2006 წელს, მაგრამ 2008-ში მისი გაყიდვა გადაწყვიტა $7 მილიონად. რამდენიმე სხვა ვარსკვლავიც პირადი კუნძულიც ამასთან ახლოს, მაგალითად ჯონი დეპის, რიჩარდ ბრენსონის და ფატი ჰილის. რომ თქვათ, რომ Cage უცნაურია, ზედმეტად დაკნინებული ნათქვამი იყიდა, როცა მას ფული აქვს, ის უნიკალურ ნივთებს ყიდულობს. მან იყიდა 2.7 მილიონი სიმაღლის საფლავი ახალ ორლეანში. მისი ექსტრავაგანტული საფლავი შემკობილია ლათინური ფრაზით omnia abuno, რომელიც ითარგმნება როგორც ყველაფერი ერთისაგან. Cage ასევე ფლობს დამჭკნარი ღორების თავების კოლექციებს, რომლებიც იქნებ გამოადგეს კიდეც თუ როდესმე ჯადოქარი ექიმის როლის შესრულება მოუწევს. არავისთვისაა სურპრიზი, რომ Cage სუპერ გმირები. იქამდე სანამ ბოლელ მოჩვენებას ითამაშებდა, ის ოცნებობდა სუპერმენის როლზე. ერთ-ერთ სუპერმენის ფილმში როლიც კი მიიღო, მაგრამ ეს ფილმი გადაღებების პროცესში გაუქმდა და Cage-ის ოცნებებიც არასრულდა. Cage-ის კომიქსების კოლექციის ყველა კომიქსების ფანს შეშურდება. მას ერთ დროს იშვიათი კომიქსებიც კი ჰქონდა, რომელშიც $150,000 გადაიხადა და დიდი მოგებაც ნახა მას შემდეგ, როცა გაყიდა $2.1 მილიონად. დაივიწყეთ საყვარელი ლეკვები და კატები. Cage-ს უნდა რომ მისი ცხოველები უცნაურები იყვნენ. მან ერთხელ იყიდა $150,000-იანი 8 ფეხა, სხვა წყლის ბინადრებთან ერთად, რომლებსაც გიგანტურ აკვარიუმში აცხოვრებდა. მას სჯეროდა, რომ 8 ფეხა დაეხმარებოდა სამსახიობო უნარების გაუმჯობესებაში. ასევე მას ყავდა სამეფო კობრების წყვილი, მობი და შება, რომლებზეც $276,000 დახარჯა. რა თქმა უნდა, ადამიანისგან, რომელიც გატაცება 60 წამში ვარსკვლავია, ყველა მოელის საოცარი მანქანების კოლექციას, მაგრამ ეს ასე არ არის. სანამ ფინანსური პრობლემები დაიწყებოდა, Cage-ს ყავდა 9 Rolls-Royce Phantom და 4 იახტა, მათ შორის სუპერ იახტა Sarita. მას ყავდა 50 მანქანა და 30 მოტოციკლი იმ დროს. ასევე ის ფლობდა $500,000-იან 1964 წლის Rolls-Royce. ისევე როგორც 2.8 მილიონიან 1938 წლის Bugatti Avalons და $850,000-იან Jaguars. ასევე მოტოციკლი Yamaha VMAX, რომელიც ზუსტად ის მოდელია, რომელიც მან მოჩვენებამ ბოლელში ატარა. ნიკოლას Cage სავარაუდოდ ვეღარ გააკეთებს 20 მილიონს ფილმში უახლოეს მომავალში, მაგრამ მისი კარიერული დაბრუნება მაინც შესაძლებელია. ეროვნული საგანძურის 3 სცენარზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, ასევე იგეგმება ამ სერიალის გადაღებაც, რომლის დებიუტიც Disney Plus-ზე უნდა შედგეს. ასევე Cage აპირებს მონაწილეობა მიიღოს Netflix-ის ახალ დოკუმენტურ სერიალში ვეფხვთა მეფე. Cage შეუძლია მილიონები გამოიმუშაოს ამ როლებიდან.
სასაცილო ფაქტი, იცოდით, რომ ერთხელ ნიკოლას კეიჯმა აუქციონი ლეონარდო დიკაბრიოს მოუგო ტირანოზავრის ჩონჩხისთვის. უფრო ზუსტად ეს იყო ტირანოზავრ ბატარას ჩონჩხი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ტარბოსონი. კეიჯის გადაწყვეტილება შეეძინა ეს გიგანტური ჩონჩხი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფინანსური გადაწყვეტილება იყო. მან მარტო $260,000 კი არ გადაიხადა ამ დინოზავრისთვის, ასევე მას მოუწია დინოზავრის მონღოლეთის რესპუბლიკისთვის გადაცემა. როგორც გაირკვა, ჩონჩხი მოპარული იყო გობის უდაბნოდან და არაკანონიერად შეტანილი ამერიკაში.